გამარჯობა. გსმენიათ სწრაფი ნაწილების შესახებ Excel-ში quick parts, ანუ ნაწილები, რომელიც თქვენ შეგიძლიათ შექმნათ და შემდეგ უცბად გამოიყენოთ სხვადასხვა ფაილში. ან ძირითად Microsoft Word-ის დოკუმენტში. მე გიორგი ვარ დათქვიშვილი და თქვენ უყურებთ Microsoft Word-ის ვიდეო გაკვეთილს. მოდით ვნახოთ თუ რა არის quick part-ი, მაგალითად ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რაღაცა, ასე ვთქვათ, ცხრილი, რომელსაც მე გადმოვიტან სხვა ფაილიდან, აი მაგალითად ესეთი ფორმის და ეს კონკრეტული მონაცემი შეიძლება მოენიშნული იყოს და შემდეგ დაემატოს quick part-ებს. როგორ ვამატებთ მას quick part-ებში? შეგვიძლია შევიდეთ insert menu-ში და ავირჩიოთ ბრძანება quick part-ში save selection to the quick part gallery და დავარქვათ საწყელი მაგალითად თავსართი. და ვუთხრათ, რომ ეს თავსართი უნდა იყოს ყველა დოკუმენტის ნაწილი, ანუ normal დოკუმენტის, რაც Word-ში თავისით იქმნება ხოლმე, როცა გამოიძახებთ სტარტიდან Word-ის ფაილს. ოკეი, მივეცით. შეგვიძლია ვნახოთ მართლაც, რომ თუნდაც აი აქ ქვემოთ დგომის მომენტში, აი quick part-ი ჩანს და დააწვევით და ის კიდევ ჩაემატება, ხო? და ანუ ნებისმიერ სიტუაციაში იქმნება quick part-ი. ასევე შეიძლება მაგალითად header-ში შევიდეთ და header-ში გამოვიძახოთ quick part-ი. აი ჩაემატა ისიც header-ში. ან მაგალითად ჩავიდეთ footer-ში და ვნახოთ quick part-ი აქაც. და ასეთ შემთხვევაში ხედავთ, რომ ის დაემატა ისევ ზედა ნაწილში. ანუ თუ footer-ისთვისაც გვინდა quick part-ი, მაშინ უნდა შესაბამისად footer-ში შეგვექმნა ის. თუმცა თუ სხვა დოკუმენტში, ანუ enter-ით მაგალითად ახალ გვერდზე გადავალთ და აქაც პირობითად მივცემთ inserts და შემდეგ მივცემთ quick parts, მაშინ იქ უკვე ხედავთ, რომ ეს ისევ ჩაჯდა. ოღონდ ჩაჯდა ამ შემთხვევაში არა header-ში, არამედ როგორც ცალკე ნაწილი. ასევე გაჩვენებთ, რომ მაგალითად შეიძლება გქონდეთ რაღაცა აი ესეთი რამ, რომელიც არის footer-ის ნაწილი დავუშვათ და ის შეიძლება რომ footer-ში შემოიტანოთ და უკვე აქედან დაამატოთ მაგალითად ისევ quick part-ებს. და ვუქრათ ამას, რომ ეს არის ბოლო სართი, ასე ვთქვათ და სართი. და ესეც ჩავამატოთ მაგალითად normal doc-ში აი აქ. და აი მივიღეთ ესეთი ფორმით. Ctrl-N-ით ახალ დოკუმენტს რო შევქმნით, გამოვიძახოთ header-ი და footer-ი, ჩავდგეთ მაგალითად footer-ში და quick part-ებში უკვე ვიპოვით აი ამ ვერსიასაც. აი როგორც ხედავთ, ისიც ჩაემატა. უკვე მზად არის ნებისმიერი ახალი Word-ის დოკუმენტის გახსნის დროს quick part-ებში ის ორივე გვხვდება. თუ ისინი აღარ გვჭირდება, შეგვიძლია უბრალოდ დავეჭიროთ მარჯვენა ღილაკი და მივცეთ ან edit-ი, ან მაგალითად organize and delete. და აი აქედან თავსართის ნაწილი უბრალოდ წავუშალოთ და მივცეთ yes. იგივე პრინციპით, რაც თქმა უნდა შეგვიძლია ვიპოვოთ ბოლო სართიც და ისიც წავშალოთ. მაგალითად ესე, მივცეთ მარჯვენა ღილაკი, organize and delete და აქაც მივცეთ delete. მივცეთ yes და okay. თქვენ უყურებთ Microsoft Word-ის ვიდეო გაკვეთილს, მე გიორგი ვარ დათქვიშვილი და გელოდებით ჩემთან ტრენინგებზე. ნახვამდის.